აიმე ანდეი და გიხოწებითა ცოტა ხანი დავჯდებით რომ დავიღალე რა. რამ დაგღალა გოგო? მე და ჩემი დედამდილი ამ დროს დედიკო 400 კილოგრამ ბადრიჯანს ხუფავდით. მე თქვენ ალბათ დოპინგზე იყავით მანამდე. დოპინგზე კი არა, მოწოდების სიმაღლეზე ვიყავი. არავის არ ვათქმევინებდი, მანანაც ეს არ გამოუვიდაო. ბრძენი ხალი იყო ჩემი დედამთილი. ახალი გათხოვილი ვიყავდა, სარეცხი გავფინე. ჩამომახსნევინა. სარეცხი ისე უნდა გაფინო, რომ მოყარეს გავხარდეს და ეს გული გაუსწესო, აბა. ბევრი მტრები ყავდათ? ყველა ჩემი ოჯახის მტერი იყო და ვისაც ჩემი პატიოსნების წესიერების და სიყოჩაღის სურდა. არავის არ უნდა ათქმევინო, დედიკო ოჯახი დააქციაო. მე სულ ყველამ რო ოჯახის დამაქცევარი მიწოდოს 400 კილო ბადრიჯანს ვერ და არ გავაკეთებ. მოდი კეთი. გამარჯობა. გამარჯობა დედიკო, გამარჯობა. რაღაც დაღლილი ჩანხარ. დილიდანვე ატამს ვაკეთებ. ჩემთანაც ბადრიჯანს ვაკეთებთ. ნაირას დაამოსული, დაქირავებული ქალი და მე. ძალიან დავიღალე, მეთქი გავალ ერჭიქა ყავას დავლებ, თორე გავრეკავთ ხო. რამდენ კილოგრამს აკეთებ, დედიკო? 30. 4 ხალი 30 კილოგრამ ბადრიჯანს აკეთებთ, გოგო? კი და თან ძალიან შევწუხდი. უნდა შეწუხდე, დედიკო, აბა როგორ გინა? ზამთარში სტუმარი რომ მოგივა, რა უნდა? აქედან ბადრიჯანს გამოიღებ, იქიდან ბულგარულს გამოიღებ, კომპოტს გაუხსნი, დედიკო, რაღაცას შეწავ, ხაჭაპურს გამოაწყობ, დედიკო და აღარ შეგწობა და აღარც თავი მოგეჭება. აბა ის არის კარგი, დედა, ეხლა სტუმარს ყავაზე რომ გადაატარებთ, დედიკო, თქვენ ახალგაზრდებს ყველაფერი იოლი და მარტივი გონიათ. წავედი მე ხსნა ერთხელ დავრეკო, ატამი უნდა ეყიდა და გააკეთა თუ არა კამპოტი უნდა ვკითხო. ეს ქალი გამაგიჟებს და ამხელა ენერგია საიდან. კაი, შენ ჯერო მართლა ეხლა რომ ამან 400 კილო ბადრიჯანი მოხუპა? მოიცა. 400? გააკეთი ზაიდა. იყიდი ატამი. რომელი? სახლეში თუ სახრავი? ხო, გააკეთი ჯერ. გააკეთი. აუ, ხანდახან ისეთ რაღაცებს ყვება ხოლმე რომ ჯეკო ჩუმად ჯაგნარს ეძახის.